არა შეიქმნას ამ რეალობაში მოაზროვნე ლიდერი და სჭირდება თუ არა საერთოდ ამ მოაზროვნე ლიდერს შემდეგ მოაზროვნე მიმყოლი. ეს მეორე საკითხია. რადგანაც მეორე კიდევ ერთი ძალიან დიდი ბოდიში არეულად საუბრობ, მაგრამ ემოციები ძლევს დამწუხაროდ. მეორე საკითხი, რომელიც მახსოვდებოდა, ეს იყო newspeak. როგორც ენის სპეციალისტ, შემთხვევით ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ის რაც ხდება, დავარქვათ ამას დაჩეხვა თუ დანაწევრება თუ დანაკუწება, არ ვიცი, ეს არ არის მხოლოდ ფაკულტეტი, ეს არის ის ენათმეცნიერების მიმართულებით თუ ლიტმცოდნეობის მიმართულებით, რომელიც თან გაჰყვება, ხომ ამ ნაკუწებს. ამიტომ გამახსენდა ალბათ ეს newspeak, იმიტომ რომ რას გულისხმობს ორუელის თეორიით newspeak-ი, ეს არის უბრალოდ ენის ენობრივი ფონდის შემცირება, სიმწირე, იმ თვალსაზრისით, რომ დავფიქრდეთ, როდესაც არ არსებობს ენაში ისეთი სიტყვები, როგორც არის თანასწორობა, როდესაც არ არსებობს თავისუფლება, როდესაც არ არსებობს იდენტობა თუნდაც, მაშინ შესაბამისად აღარც არსებობს ცნება და როდესაც ქრება ეს ცნება, მაშინ რჩება ადამიანი, თუ რჩება უბრალოდ პროდუქტი, რომლის მართვაც არის ძალიან მარტივი. ეს არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და როდესაც ქრება შესაბამისად თუ როდესაც დავარქვათ ამას ენის შეკუმშვა, როდესაც იკუმშება ენა, რა მოჰყვება ამ ენის შეკუმშვას? ბუნებრივია, ამას მოჰყვება აზროვნების შეკუმშვა და ამას მოჰყვება ის, რომ არ რჩება სივრცე დისკუსიისათვის. რჩება სივრცე ინფორმაციის გაცვლისთვის, ზედაპირული ინფორმაციის გაცვლისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ რჩება ამ რეალობაში სივრცე დისკუსიისათვის. მით უფრო ღრმა აზრისათვის. მე როგორც ამ უნივერსიტეტის შექმნილი მე ხედავ ტექსტს, ვუყურებ ტექსტს და ამ ეტაპზე ეს ტექსტი ჩემთვის არ არის უბრალოდ სიტყვათა ნაკრები, ამ მოცემულობაში ჩემთვის ტექსტი არის დისკურსი, ჩემთვის ტექსტი არის ის, რის მიღმაც მე უნდა წავიკითხო. მაგრამ რას მოიტანს აღნიშნული დანაკუწება მომავალში, ამას მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე როგორც ხედავ, არ არის ის, რისი დანახვაც მინდა. ჩემთვის ეს უნივერსიტეტი და დარწმუნებული ვარ უმრავლესობისთვის, თუ სრული უმრავლესობისთვის არა, არ არის უბრალოდ ადგილი, სადაც მივდიოდით, ვესწრებოდით ლექციებს და გავდიოდით. მე ვფიქრობ, ჩემთვის არა, არ ვფიქრობ, ჩემთვის ეს უნივერსიტეტი არის ჩემი ინტელექტუალური რუკის განმსაზღვრელი ნაწილი და ამ უნივერსიტეტის გარეშე ეს ინტელექტუალური რუკა არის აბსოლუტურად დანაკუწებული. კიდევ ერთი საკითხი და აღარ შეგაწყენთ თავს არის შემდეგი. რადგანაც დავიწყე აზროვნებაზე საუბრით, დავასრულებ აზროვნებად, რომ შევკრა როგორღაც ეს ჩემი გამოსვლა. აზროვნება არ უნდა იყოს 21 საუკუნეში არც ერთ დროში, მაგრამ დღეს აზროვნება არ უნდა იყოს ფუფუნება. აზროვნება არის მოთხოვნილება, აზროვნება არის საჭიროება და აზროვნება არის ის, რომელმაც უნდა შექმნას ნათელი მომავალი. რადგანაც საუბრობთ ბაზარზე და ძალიან აქტუალური საკითხია, ერთსაც ვიტყვი, თუ დგება და თუ ადამიანი არის საშუალება და თუ ადამიანი არის უბრალოდ ციფრი თუ სტატისტიკა, მაშინ კითხვა დავსვათ ასე. რადგანაც უნდა დარჩეს პროფესია და ის პროფესია, რომელიც ამ როგორც გვეუბნებიან, უნდა იყოს მოთხოვნადი, ხომ? საინტერესოა ერთი რამ. ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნეში, რამდენიმე წუთის წინ მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრს ხალისობდით ხელოვნურ ინტელექტზე. ამ რეალობაში არსებობს ძალიან ბევრი პროფესია თუ ძალიან ბევრი საქმე, რომელსაც ძალიან მარტივად ალბათ მაქსიმუმ 5 წელიწადში შეასრულებს ხელოვნური ინტელექტი. ტექნოლოგია ვითარდება და მე მგონი ეს ამას ისტორიაც მოწმობს, რომ ტექნოლოგია ძალიან მარტივად ამას ანაცვლებს მექანიკურ პროცესებს. მაგრამ ის, რასაც ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს ტექნოლოგია, არის სწორედ ეს თავისუფალი აზრი, არის
შემოქმედებითი უნარები და არის ის, რაზეც ზოგადად სკოლისა თუ უნივერსიტეტის რასაც ზოგადად სკოლისა თუ უნივერსიტეტის მისია განსაზღვრავს და თუ ჩვენ ამას უარყოფთ, შესაბამისად ჩვენ უარყოფთ უკაცრავად იმ მისიას, რომელსაც ყველანი ასე ყველა საფეხურზე, საგანმანათლებლო ყველა საფეხურზე ასე ვერტყულობთ. ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით. ამიტომ გვინდა თუ არა ადამიანი ვაქციოთ რიცხვად, ციფრად და სტატისტიკად, ცოცხალ სტატისტიკად. მე მგონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში. Susmendi da ეს რამეს მასწავლებლის არის მის მასწავლებლის მუშაობა საქმიანობა ყველაზე ნათლად ჩანს იმ პროდუქტში შენს ამოწაფაში შესაძლოა და ყველაზე კარგად ადამიანის მასწავლებლის თუ საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება შესაძლებელი სწორედ უთუარი მიმანიშნებელი არის სწორედ შენი კურსდამთავრებული. მე ძალიან მიხარია, რომ იამბები კარგად გაჩვენებთ თავი ისე წარმოადგინა და დაახლოებით გაფრთხილი წარმოდგენა შეგექმნათ იმ პროგრამაზე, რომელიც მან და წენას საუბრისას ერთი რამ გამორჩა, როდესაც საუბრობდი ამ რეფორმის სხვადასხვა ასპექტებზე. გამორჩა ერთი რამ დებატები, რომელიც გაიმართა ტელევიზიაში, იქ ითქვა არგუმენტი საიმისოდ, თუ რატომ არის განსაზღვრელი ფაქტორი ამ რეფორმისა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. და ეს არგუმენტი იყო შემდეგი: აკადემიური რესურსის სიმწირე. ხო ესე იგი, აკადემიური რესურსის სიმწირე არის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორიო იმისათვის, რომ ერთ ქალაქში იყოს მხოლოდ ერთი ფაკულტეტი. და აი ამ ფონზე ილიას უნივერსიტეტში გაუქმდა ისეთი მიმართულებები, რომლებშიც რომლის ხელმძღვანელები თუ პროგრამაში ჩართული პროფესორები არიან და რამდენიმე სახელს დავასახელებ. გიგა ზედანია, თათა სოფურაშვილი, თათა ხალვაში, ბელა წიფურია, ნინო პირცხალავა. აი, როდესაც ქვეყანაში ყავს ამ რანგის მეცნიერები და შენ ამბობ იმას, რომ აკადემიური რესურსის სიმწირე მაქვს და მათ მიმართულებებს უნივერსიტეტის მიღმა ტოვებს, აქ როგორ კორელაციაში მოდის მათი არგუმენტი რეალობასთან. და ასეთი ადამიანების ჩამოთვლა შეიძლება ძალიან ბევრი, რომლებიც ამ რეფორმის შედეგად რჩებიან უნივერსიტეტის მიღმა. მათ უქმნებ მიმართულებას. ამიტომ მგონია, რომ ეს ასე ვთქვათ, პოსტულატიც აბსოლუტურად არარელევანტური და უფრო მეტიც
უბრალოდ ხურით მოთხრეული არგუმენტია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ის აბსოლუტურად უსაფუძვლოა, უბრალოდ ამის დამატება მინდოდა, მადლობა ყურადღებას. ხვალისათვის ეს შეხვედრები გაგრძელდება ხვალში საათზე, ასევე გელოდებით სხვა სპიკერების მოსაზრებებს მოისმენთ ამ რეფორმის შესახებ და იდეას უნივერსიტეტის შესახებ. მადლობა. გამარჯობა, ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საჯარო ლექციებს უსმენდით ახლა. ყოველდღიურად მას შემდეგ, რაც განათლების ახალი რეფორმა დაანონსა ქართული ოცნების განათლების მინისტრმა, ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ითხოვს მის გაწევას, ინტენსიურად აპროტესტებენ სხვადასხვა გზებით, მათ შორის აქციები იმართება ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მათ შორის საჯარო ლექციებიც არის მათი პროტესტის ერთ-ერთი გზა. აქ გამოდიან ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ლექტორები, პროფესორები და საუბრობენ იმ საკითხებზე, რაც ქართული ოცნების განათლების რეფორმას მოაქვს სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და ზოგადად განათლების სისტემისთვის. ყოველდღიურად გაგრძელდება, როგორც მოგისმინეთ, ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან 7 საათზე საჯარო ლექციები, ასევე ჩანიშნული არის 22 თებერვალს აქცია, საპროტესტო აქციაც. მოგეხსენებათ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ამ განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაანონსა ქართულმა ოცნებამ, ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტს უქმდება 90%-ზე მეტი თავისი პროგრამებისა, მას რჩება მხოლოდ პედაგოგიკის ფაკულტეტი და STEM-ის პროგრამები, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალი სემესტრიდან ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს 4000-ზე მეტი სტუდენტის ნაცვლად, ხოლო 300 სტუდენტს საუნივერსიტეტო კვოტაც დამტკიცდა ქართული ოცნების განათლების სამინისტროს მიერ. ასევე შეუმცირდათ კვოტები სოხუმის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. პროტესტი გრძელდება ასევე სოხუმის უნივერსიტეტში. ხვალ 4 საათზე არის ჩანიშნული საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შენობის წინ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია. ისინი ითხოვენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ დაიცვან ეს უნივერსიტეტი, რომელიც ხოლდროებით მდებარეობს თბილისში და რომლის საბოლოო ლოკაცია, ასე რომ თქვა გეოგრაფიული ლოკაცია უნდა იყოს ისევ და ისევ სოხუმი, მას შემდეგ რაც საქართველოს დაიბრუნებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. მე დროებით დაგემშვიდობებით ნეტგაზეთის ლაივში იყავით თქვენ და განათლების საკითხებთან დაკავშირებით და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნეტგაზეთის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს. ნახვამდის.